კარგად მომისმინეთ თქვენ საცუდავო სატანის სისხლით მყვებავებო თქვენ იმხელა დანაშაულს იდეთ დედაშვილის შორის ღმერთი არ გაპატიებთ სასტიკ საზღაურს მიიღებთ თქვენ არა ადამიანებო დაბალი დონის ზნედაცემულო ადამიანებო სპეციალურად გამოვედი სამსახურიდან რა სიტყვები მომწერეთ ქალები ხართ თქვენ ქალებად დაბადებულები ხართ თქვენ ნორმალურად ცხოვრობთ ოჯახებში და გარეთ თქვენ კარგი რეპუტაციით სარგებლობთ აი ამ გამწარებული დედისა და შვილის ყურებით აქეთ ჩემი პატარა ბავშვიც კი პატარა ანგელოზი რომელიც უდედოდ იზრდება და უკანონოდ ჩამოართვა ბოროტმა მარინა ცერცაძემ სასამართლოს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ და რომელიც წყალიდან გამოძევებულია და თელავში მიიღეს და ეხლა თელავიდან ვერ იშორებენ და ბევრი კრიტიკა მოდის ამ ქალბატონზეც ეს უსამართლობა რო ჩაიდინა ამაზე პასუხისმგებლობა აგებს ეხლა კარგად მომისმინეთ თავი შეიკავეთ თქვენ საქციელზე რადგან თქვენ არ იცით დედაშვილის დაშორება რამხელა მძიმე სასჯელი და დანაშაულია ღვთისგანაც და საზოგადოებისგანაც ძალიან ძვირად დაგიჯდებათ ეს თქვენი კომენტარები თქვენ ოჯახებში იმხელა განსაცდელი შეგექმნებათ ვერც ეკლესია გიშველით ვერც ღმერთი და ვეღაც სინანული გექნებათ უკვე გვიან გთხოვთ უმორჩილესად თქვენში ადამიანობის ნასახი არ არის რა ქალები ხართ რომელ ოჯახის ქალობაზე მესაუბრებით რომელ მეუღლეობაზე მიდებთ თავს გაშიშვლებულებო მეძავებო ღმერთი განწმენდა საკეთებს ზუსტად აქედან აი ზუსტად მოდის სხივები რომ ქალმა ქალობა დაკარგა კაცმა კაცობა დაკარგა ქრისტიანობა დაიკარგა სიწმინდე დაიკარგა პატიოსნება დაიკარგა თქვენ აგგონიათ ქალები და მშობლები და ბავშვის აღმზრდელები შენი ფურთხებია თქვენისა და ნაგვიანი გველების